სახელით მამისათა, დაძისათა და სულისა თბილისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მოციქულთაოს პირველ მოწამე თეკლას სცენებას. როდესაც ვეცნობით ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით იმაში, რომ მართლაც სარწმუნოებრივი სიმტკიცე ეს არის კლდე ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად. და სწორედ ასეთი მტკიცე სარწმუნოება გააჩნდა წმინდა პირველმოწამე თეკლას. თქვენ იცით, რომ ის წარმართულ ოჯახში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. ის შეხვდა მოციქულთა თავს პავლეს და სწორედ პავლე მოციქულისგან მიიღო ჭეშმარიტი სარწმუნოება. და იმის შემდეგ მან დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ქალწულება შეინარჩუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის დანიშნული იყო საქმროზე, ჰყავდა თავისი საქმრო, მაგრამ აი ამ დიდმა რწმენამ სხვა გადაწყვეტილება მიაგებინა. შემდეგ თქვენ იცით, რომ მისი საქმრო უჩივლებს იკონის მმართველთან, ქალაქ იკონის მმართველთან და ეთქვის, რომ აი პავლეო ხადაგებსო უქორწინებლობასო და ჩემი მეუღლე საცოლეო აი ესე გადაიბირაო და უკვე უარს მეუბნება ოჯახის შექმნაზეო და აი სწორედ აქედან დაიწყება ჯერ პავლეს განდევნიან ქალაქიდან და შემდეგ უკვე როდესაც უბრალოდ დაატყვევენ პავლეს, ის მოისყიდის დარაჯებს და შევადა 3 დღის განმავლობაში, დღე-ღამის განმავლობაში პავლე მოციქულთან იყო და კიდევ უფრო გამტკიცდა წმენაში. როდესაც მას ნახავენ საპრობილეში, სახლში წამოიყვანენ და ასე აიძულებენ, რომ უარყოს ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაგრამ თეკლა მაინც თავის წმენაში იყო, მაინც გადაწყვეტილებას არ იცვლიდა და აი ამის შემდეგ უკვე საკუთარმა დედამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეკლათ, ეწამებინათ შვილი და დაასმეს ისევ ქალაქის მმართველთან. და სწორედ იქიდან იწყება მისი წამება. მაგრამ საოცარია, რომ მართლაც ყველგან რას საწამებელი იარაღებითაც აწამებდნენ პირველ მოწამე თეკლას, ყველგან ღვთის დიდება იყო, ღვთის ხმა იყო და თვით უფალიც კი მიმართავს თეკლას, რომ მე შენთანა ვარო, ნუ გეშინია თეკლაო. და მაშინ, როდესაც ის ორ ხარზე დააბეს და ხარები გაახელეს გახურებული ბავთულებით, რომ გაქცეულიყვნენ ერთ ადგილზე დადგნენ და ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს ამ ხარებმა და გადარჩა ასე სასწაულებრივად და აი ამის შემდეგ თვით მართვილიც კი აღიარებს, რომ დიდი არისო ქრისტიანთა ღმერთიო და თეკლას ღმერთიო. ამის შემდეგ გაანთავისუფლებენ თეკლას და ის წავა და მოძებნის ისევ პავლე მოციქულს. და აი ამ დროს იმ ქალაქში, სადაც იმყოფებოდა, ერთ-ერთი ახალგაზრდა სახელად ალექსანდრე მოიხიბლება მისი სილამაზით და იმდენად კადნიერი გახდა მასა, რომ აი ესე ურცხვად ეხვეოდა და კოცნიდაო. თეკლასო და აი ამ დროს მან გვირგვინი მოხადა ამ დიდგვაროვან ალექსანდრეს ტანსაცმელი შემოახედა, ამის შემდეგ ის გაბრაზდა და უჩილა მთავართან. ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც მას დააკავებენ და ესეთი დიდი სასწაულები ხდება მასთან დაკავშირებით, ბოლოს ის გაერიდება პავლე მოციქულის ლოცვა-კურთხევით და ერთ-ერთს უნდა შეეფარებინა თავი ერთ-ერთ ადგილზე, უკაცრიელ ადგილზე და აი ამ დროს, როდესაც მდევრები გამოეკიდებიან, თა გაიხსნება, ყდე გაიხსნება და შიგნით შევა თეკლა პირველ მოწამე. და ის თა დაიხშობა და ასე აგესრულება წმინდა თეკლა. საოცარია მართლაც ეს სასწაულები მორწმუნეებისთვის ნამდვილად რეალურია და დამაჯერებელია, მაგრამ ურწმუნოთათვის ეს როგორც ზღაპარი ისე არის. და სინამდვილეში ეს ასე ხდება. თავისი წმინდანებისთვის უფალი
მთას კი არ გაყოფს. შეიძლება მიწამაც კი არ მიიღოს და ზეცა დაიყვანოს თავისი სიწმინდიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით დიდმოწამე ეკატერინეს წამების სცენები, როგორ აწამეს. ვიცით როგორ გადაასვენეს ანგელოზებმა სინას მთაზე. და შემდეგ იქ მისი სახელობის მონასტერი დაარსდება. ისე რომ თუ კი უფლისთვის ჩვენ თავს დავდეთ, თუ კი უფლისთვის ჩვენ სიწმინდე შევინარჩუნეთ, უფალი ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ დაცული იყოს ადამიანი. ჩვენ ვიმყოფებით დედათა მონასტერში, სადაც შეიძლება ითქვას სულიერი ბრძოლის ფრონტი არის. და აქ ყველაზე მეტად იბრძვის ეშმაკი, ყველაზე მეტად მიდის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ჩვენ წმინდა მამებიდან ვიცით, რომ ადამიანი თუ უნდა რომ განერიდოს ეშმაკის მახეებს, უნდა იყოს თავმდაბალი. ყველა წმინდა მამა გვასწავლის, რომ ყველანაირ საშუალებას უნდა მიმართოთ, რომ მოიპოვოთ თავმდაბლობა. მაგრამ რა არის თავმდაბლობა? თავმდაბლობა ეს შეიძლება იყოს გარეგნული და შეიძლება იყოს შინაგანი. ჭეშმარიტი თავმდაბალია ის ადამიანი, რომელიც თავის თავს ყველაზე ცოდვილად მიიჩნევს. თქვენ იცით პავლე მოციქული, რომელიც თავი მოციქულდა იყო ასეთ რამეს ამბობს. ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ისე უფლის სიტყვა მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენიერ ჩემს არ არის ძალგიც არცა ერთი. უფლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, არაფრით არ უნდა ვიტრაბახოთ, არაფერით არ უნდა ვიამაყოთ. თუ კი რამ საუკეთესო გვაქვს და კარგი თვისებები გვაქვს, ეს ღვთისაგან გვაქვს. და სწორედ აი ამ თავმდაბლობის მიღწევა შეიძლება ნების უარყოფით, პირადი ნების უარყოფით. ამიტომაა რომ მთელი ყურადღება მონასტერში გამახვილებულია მორჩილებაზე, რომ ჩვენ მორჩილებით უნდა ვიცხოვროთ. იერარქია არსებობს ზეცაში, იერარქია უნდა არსებობდეს დედამიწაზე. და გამომდინარე აქედან, როდესაც ჩვენ საკუთარ ნებას უარყოფთ, ჩვენ ნამდვილად ჭეშმარიტ თავმდაბლობას მოვიპოვებთ. და როგორც საღვთო წიგნში წერია, მდაბალთა მიეცემის მადლი, ხოლო ამპარტაონის ძაგს უფალს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნამდვილად ჩვენ სიამაყე არ უნდა დაუშვათ ჩვენ თავში. არანაირად არ უნდა ვიტრაბახოთ, არც შინაგანად. ჩვენშიც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აი ასეთი ძლიერები ვართ. ამასთან და ამას ვაკეთებთ. ამით ჩვენ უფალს ვეწინააღმდეგებით, ვინც გვაძლევს მათ, ვინც გვაკურთხებს. და გამომდინარე აქედან ჩვენ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ თუ კი რამე კეთდება, ღვთის სწავლობით და მოძღვრის როცვა კურთხევით. ჩვენი პირადული მე უნდა გამოვრიცხოთ. და თქვენ იცით, რომ მონასტერში ეს სიტყვა მე მინდა უკვე ხმარებიდან ამოვარდნილი არის. არ შეიძლება ჩვენ რა გვინდა ეს მხოლოდ უფალმაი უწყის და დანარჩენი ჩვენ თუ მოძღვარს მივანდოთ ჩვენ თავს, სწორედ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. თუნდაც გარეგნულად გვეჩვენებოდეს, რომ არასამართლიანი ეს გადაწყვეტილება. მადლობა უფალს ყველაფრისათვის, განსაცდელებისათვის, ხენისათვის. აი ესეთი დიდებული ტაძრის ხილვისათვის. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ ჩვენ აი შუა საუკუნეებში გადავედით აი ამ ტაძრის ხილვით. თუ კი არსებობს ხელთუქმნელი ხატი, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ხელთუქმნელი ტაძარიც. და შეიძლება აი ამ ტაძარს ასე დაერქვას, რომ ესაა ხელთუქმნელი ტაძარი. ღვთისაგან ჩამოქნილი. და შეიძლება ითქვას, აი ამ ქვებს შუა ჩვენ ვხედავთ დიდ სარწმუნოებას, დიდ სიყვარულს, თავგანწირვას, ერთგულებას უფლისადმი. სხვანაირად ასეთი ტაძარი არ ჩნდება. და მადლობთ უფალს, რომ იმ ძველი თაობის და წინაპართა მსგავსი გონიერების ადამიანები ყავს, რომელთაც ასეთი გემოვნებით გააკეთეს ეს ძვირფასი ტაძარი. ეს ჩვენთვის დიდად საამაყო არის. და ვხარობთ, რომ ნამდვილად აი ესე დიდებულ ტაძარში მოგვიწია დღეს მსხვერპლის შეწირვა. მადლობა უფალს, მადლობა, რომ აი ესე დაჯილდოებულია ქართული გენი. რომ შეუძლია, რომ წინაპართა მსგავსი და უკეთესით შექმნას არა მარტო ხატებისა და ჭედურობის სახით, არამედ აი ტაძრების სახითაც.
დღევანდელი დღე მე მინდა მიულოცო ამ მონასტრის იღუმენიას დედა თეკლას. მერთმა გაახაროს, მერთმა გააძლიეროს და სულიერი სრულყოფილების კიბის მწვერვალზე ყოფილიყოს, რომ გაძლიერებული იყოს და თავისი პირადი მაგალითით მიეცეს მაგალითი თავისი დებისთვის და დედებისთვის, რომ მართლაც წინამძღვარი ნიშნავს იმას, რომ მან პირადი მაგალითით უნდა ასწავლოს და დამოწროს თავისი დები და დედები. მე განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო ამ მონასტრის მოძღვარს იღუმენ იოანეს ამ დიდი თავდადებისთვის, დიდი შრომისთვის და შეიძლება ითქვას, რომ მართლაც მე მამა იოანეს დიდი ხანია ვიცნობ, მაშინ როდესაც მარტყოფის წინამძღვარი ვიყავი, მდელ მონაზონს და პირველად იმ პერიოდში 90-იან წლებში გაიხსნა ეს მონასტერი, სწორედ იქ იმყოფებოდა მამა იოანე და მართლაც იქიდან ვიცნობ, რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული უფლისადმი. ჩვენი სამშობლოსადმი, დიდი ღვთისმოსავობით გამოირჩეოდა და მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ მას ბევრი ღვაწლით ეცხოვრა, მაგრამ ღვთის განგებულება ჩვენ ვერ ჩავწვდებით. მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ მან მეუღლე მოიყვანა, მაგრამ ღვთით ისე მოხდა, რომ ისე შავი სამდელოების წარმომადგენელია. და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. რა თქმა უნდა, ცხოვრება ერთშიც შეიძლება, ძალიან ბევრი ერისკაცი არის წმინდანთა დასში და ყველგან შეიძლება, მაგრამ ვინ რისთვისაა მოწოდებული შინაგანად, ესაა მთავარი. და ეს მოწოდება ჩვენ და გავამართლოთ. ჩვენ უფალს უნდა შევთხოვოთ, რომ გვაცხოვროს ღვთისათნო ცხოვრებით. არა ისე როგორც ჩვენ გვინდა, არამედ როგორც უფლისათვის სათნო იქნება ჩვენი ცხოვრება. ეს ძალიან ბევრი ლიტერატურაა სულიერი საკითხებთან დაკავშირებით და ეს სულიერი საზრდო ჩვენ უხვად უნდა მივიღოთ, უნდა გამოვიყენოთ ეს წიგნები, მამათა რჩევები, მამათა დარიგებები. დრო ძალიან შემოკლებულია და სწორედ შემოკლებულ დროზე აქვს უფალს ნათქვამი, რომ ბოლო ჟამსო დრო შემოკვდება რჩეულთათვისო. და ჩვენ სწორედ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რთულ დროში მეტად უნდა ვიღვაწოთ სულისთვის, სულის თხოვნებისთვის, სულის გადარჩენისთვის. და ეს მონასტრები, ტაძრები სწორედ ამას ემსახურებიან, რომ ჩვენ გადავრჩეთ და სული გადავირჩინოთ. ამისი ძალიან ბევრი სწავლებები გვაქვს მამათაგან და ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, უნდა დავიჯეროთ. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ღირსი და ღმერთშემოცილი მამა სახარების წაკითხვიდან რომელიმე სიტყვას გულში ჩაიდებდნენ და მისი ერთგულნი ხდებოდნენ. და სწორედ ამით ხებულობდნენ გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას სად უნდა ყოფილიყვნენ და ძალიან უმრავლესობა მათი მონასტერში და უდაბნოებში იღწვავდნენ სულის საცხოვნებლად. ჩვენ იმ დროში ცხოვრობთ, როგორც პახუმი დიდს ჰქონდა ხილვა ბოლოჯამის ბერებზე. ტირილი დაიწყო, რომ ნამდვილად ღვაწლი აღარ ექნებოდათ ამ ბერებს, მაგრამ თუ კი ისინიო არ ჩაიდენენ სასიკვდილო ცოდვასო, ჩვენზე წინ დადგებიანო. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იმდენად დიდია საცდური და ისეთ პერიოდში ვიმყოფებით, რომ სახარებისეული სიტყვებით შეიძლება ამ დროს თქვათ, რომ რჩეულნიც კი შეცდებიან ამ საცდურებით. და როდესაც ჩვენ არ წამოვეგებით ეშმაკის მახეს, ეშმაკის ანკეს, მაშინ ჩვენ ღვთის წინაშე გავმართლდებით. და იმ ადრეული საუკუნეების მამებზე წინ დადგებიან, ვინც სიწმინდით იცხოვრებს და პატიოსნებით იცხოვრებს. მე მინდა ისიც შეგახსენოთ იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ სამდელოების უმრავლესობა ვერ ცხონდებაო. და რატო ვერ ცხონდებიან? იმიტომ ვერ ცხონდებიან, რომ ის პატივი, რაც ხალხის გამოდის, თავის თავზე მიიწერენ. არ თვლიან იმას, რომ ეს ღვთისაგანაა ეს ყველაფერი მოცემული. თუ რომ წერ გამოშვებული ძალიან ბევრი ერისკაცი დადის და შეიძლება ფორმაც ჩაიცვას ვიღაცამ და არიან ესე თვითმარქვია სამდელოება, ცრომოძღვარნი, რომელიც
რომლებიც ძალიან ბევრს აცდუნებენ და მათზეა დაწერილი, რომ ჩემი სახელით მოვლენო და მრავალს აცდუნებენო. მაგრამ აი ეს პატივი და პატიჟი, რომელზედაც გრიგოლ ხანძთელი ამბობს, რომ მეშინის ამ ყველაფრისაგანო. სწორედ აი ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს აი ამ პატივის, ეს ჩვენ არ გვეკუთვნის, ეკუთვნის უფალს, სულიწმინდის მართს, რითაც ჩვენ ახსილი ვართ. და სწორედ აი ეს არის, რომელიც ძალიან დიდ საშიშროებას უქმნის ჩვენ სამღვდელოებას. რაც მეტი ხარისხი მოგვეცემა, მეტი სიმდაბლეა საჭირო. რომ ჩავწვდეთ სიღრმისეულად იმ საგანძურს, რასაც მამათა სწავლება ქვია, რასაც სულიერება ქვია. და სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ეს სავანე, იძინების ტაძარი, ეს დიდებული ტაძარი, მართლაც აი სიამაყით ავივსე, რომ ეს ტაძარი ვნახე. ასეთი ტაძარი მე არ მინახავს საქართველოში, შირიმით აშენებული კი მინახავს გარედან, მაგრამ შიგნიდანაც თუ იქნებოდა ასე შემკული, ნამდვილად ამას ვერ წარმოვიდგენდი და ეს არის საოცრება. აი ამ გარემო ისეა შექმნილი, რომ განგაწობს, რომ უფლის წინაშე იყო და უფალს გრძნობდე. არ გიტაცებს არც ფრესკა, არც სხვა რამე, ისეთი სიმყუდროვია, ისეთი სიმშვიდეა, რომ მართლაც გინდა რომ მართლაც გულითა და სულით შევედრო უფალს. ღმერთმა დალოცოს ეს მონასტერი, აქ მოღვაწე დედანი და დანი, ღვთის მადლი, ღვთის სწავლობა და ღვთის კურთხევა არ მოუშალოს ღმერთმა ამ მონასტერს.